ამ ეტაპზე მოსამართლეები უკვე გასულები არიან დატოვეს ბაბილოს და ბაბილოს შენობა და აღნიშნული ტერიტორიაც მე კადრში გაჩვენებთ ახლა რა ვითარება არის აქ კვლავ რჩებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ასევე ვხედავ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც ისინიც ახლა უკვე ცარიელ შენობასთან რესტორანთან დგანან თუმცა მოსამართლეებმა უკვე დატოვეს ადგილი ისინი გავიდნენ ზოგიერთი მათგანი უკანა ზოგი კი წინა შესასვლელი მთელი ეს მობილიზება და სპეცოპერაცია სწორედ ამისთვის იყო დაგეგმილი რომ მოსამართლეები გამოსულიყვნენ ბაბილოდან კორპორატიული საღამოს და წვეულების შემდგომ ნაწილმა მათგანმა რამდენადაც მე ვხედავდი და კადრებშიც ჩანდა საკუთარი ავტომობილებით დატოვეს ეს ტერიტორია თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ეს ავტობუსი რომელზეც ჩვენ საუბრობდით წინა ჩართვებში აი ამ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის იქ მხარეს აღარ დგას და გავიდა მიმართულება ნამდვილად არ დამინახავს რადგან აქ ბევრი სამართალდამცველი არის მობილიზებული და შესაბამისად ჩვენს შეგვიზღუდეს გადაადგილება თუმცა დიახ ავტობუსიც აღარ დგას მოსამართლეებიც გასულები არიან ჯერჯერობით რჩებიან მოქალაქეები ვთხოვ ახლა ჩემს ოპერატორს კადრში გაჩვენოთ ეს ადამიანები ჯერჯერობით არიან მაინც აქ თუმცა მოსამართლეების კორპორატიული ღონისძიება და შეკრება უკვე დასრულებული არის პოლიციის მობილიზება შედარებით შემსუბუქებულ ფორმებში არის ახლა დარჩენილი აღარ არის ის რაოდენობა რაც თავდაპირველად იყო თუმცა რჩებიან მაინც ადგილზე და მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას რომ გადაადგილდნენ მაგალითად რესტორანთან ან ქუჩის სხვა ნაწილში და ასეთი არის ვითარება მოკლედ დღევანდელი ღონისძიება რომელიც წესით კარგი ღონისძიება უნდა ყოფილიყო მოსამართლეებისთვის დასრულებული არის და დასრულდა ხმაურის პროტესტის და შეძახილების ფონზე დღის 3 საათიდან მოქალაქეები იყვნენ ქუჩაში მობილიზებულები მადლობა გამძლეობისთვის შენს აქციის მონაწილეებსაც ჩვენს ოპერატორებს მართლაც ნუცას დავამშვიდობოთ ღონისძიება მან ახსენა და მართლაც ღონის დემონსტრირებით თუ ღონის გამოყენებით მოსამართლეების ევაკუაციით დასრულდა ერთ-ერთი კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი ისტორია ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში